უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესტიჟული საერთაშორისო 4 თავისუფლების ჯილდო მიენიჭა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი და მისი ქვეყნის სიმამაცისა და გამძლეობისთვის. უკრაინის პრეზიდენტს ჯილდო გადასცა რუზველტის ფონდმა, რომელიც 1982 წელს შეიქმნა. ჯილდოს მიღებისას უკრაინის პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას, რომლებიც 16 აპრილს რუსული იერიშების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინაში დილის საათებში მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა. დაშავდა ათობით ადამიანი და სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ არიან დაღუპულები ოდესაში, კიევსა და დნიპროში. ჩვეულებრივი ადამიანები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც რუსული სიგიჟის შედეგად დაიღუპნენ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და სხვა პარტნიორებმა განაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა იერარქიის, განსაკუთრებით საჰაერო თადოცის მექანიზმით. ეს გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია, რომ ერთად შევძლოთ ამ ომის შეჩერება, რომ დიპლომატია მიმუშაოს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს სანქციებით და სხვა შეზღუდვებით. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს, როგორც იურიდიულად, ისე პრაქტიკულად, რომ რუს ომის დამნაშავეებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არ ჰქონდეთ. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, რობ ჯეტენთან, სადაც მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერისა და ომის დიპლომატიური გზით მოგვარების საკითხები განიხილეს. მანამდე კი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დრონებისთვის 258 მილიონ ევროს გამოუყოფს. სამხედრო დახმარების მოპოვების მიზნით გასული 2 დღის განმავლობაში ნიდერლანდების გარდა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის კიდევ 3 წევრ სახელმწიფოს, გერმანიას, ნორვეგიასა და იტალიას ეწვია. სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით უკრაინა გერმანიას ახალ თავდაცვით პაკეტზე შეუთავდა, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ხოლო ნორვეგია უკრაინას 9 მილიარდ ევროს გამოუყოფს.